ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელ წესს აპროტესტებენ პარლამენტს მიღმა მყოფმა პარტიებმა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ამ თემაზე დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამ წუთებში კი ქორთიად მარიოეთში პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ნათია ორულაშვილი გვერდთობა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნათია, კონკრეტულად რა შენიშვნები აქვთ გენერალური აუდიტორის ბრძანებულებასთან? Ხაი ეს არის ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს 17 ოპოზიციური პარტია აწერს, მათ შორის 3 საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, ეს არის ეროვნული ფორუმი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და თავისუფალი დემოკრატები. ამ განცხადებაში დეტალურად არის გაწერილი ის შენიშვნები, რომელიც ოპოზიციურ ძალებს აქვთ გენერალური აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებასთან. ამ ბრძანებულებით ახლებურად დარეგულირდა პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი და მის ახალი რეგულაციით პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი ანგარიშწორება უნდა მოახდინონ, რაც განცხადების ხელმომწერების აზრით ძალიან დიდწილად გააუარესებს საარჩევნო გარემოს. სახელმწიფო აუდიტს არ აქვს უფლება ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტ შორის ურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მიმართოთ სასამართლოს და ასევე სარჩელის უზრუნველყოფად მოვითხოვოთ ამ აქტის მოქმედების შეჩერება საბოლოო განაჩენამდე.